დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა ინფორმაცია მიიღეს, 2025 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიში იყო. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მეორე კვარტალი, როგორც ხარჯების, ასევე შემოსავლის ნაწილში 65%-ით შესრულდა. ბიუჯეტის პრიორიტეტად კი კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და დასუფთავება რჩება. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელზედაც დეპუტატებმა იმსჯელეს, ოზურგეთში შოთა რუსთაველის ქუჩაზე. შოთა რუსთაველისვე ბიუსტის დადგმა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულომ განკარგულება მიიღო. დღეს წარვადგინეთ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის შესახებ. ანგარიში მოიცავდა 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ გაწეულ ინფორმაციას. ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ორი კვარტლის განმავლობაში განსაზღვრული იყო 15 მილიონამდე, შესაბამისად წლიური შემოსავლები, ასე ვთქვათ, მეორე კვარტლის შემოსავლები 65%-ამდე შეადგენს შესრულებას, 35 მილიონით შესრულდა როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილში. ძირითადად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პრიორიტეტები არის განათლება, ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, სოციალური დახმარება და ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, ის პროგრამები, რომლებიც იყო წარმოდგენილი და პროგრამები ღონისძიებების ფარგლებში დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაციები შესაბამისი სამსახურების მიერ, რაც შეეხება ზოგადად ფისკალურ მონაცემებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესრულებას, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება, როგორც შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში, მიდის სტაბილურად და ის პროგნოზები, რაც არის ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული, გეგმაზომიერად მიმდინარეობს.